სოფელ მზეთამზეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი გზის თოვლისგან გაწმენდას, მოხრეშვას ან გზაზე ტექნიკური მარილის დაყრას ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლის ბოლოში არსებულ გზაზე დიდ თოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია. ადგილობრივები გზის სახიფათო მონაკვეთზე დამცავი ჯებირის მოწყობასაც ითხოვენ. მოხრეშვას ვითხოვთ, მარილი მოაყარონ, გაიწმიდოს გზა. რა ვიცი და ჯებირებზე ის მოაჯირებივით რო გაკეთდეს კლდეებში ამოსასვლელში ძალიან ცუდი ის არის, მათ რომ აქ არა მოცურდება პირდაპირ იქით მიდის. გადასავარდნებია ძალიან საშიში. თუ არა, აყრია ბანახეთ. ხო უნდა დაეყაროს რაღაცა გზებს და ხო უნდა გაკეთდეს არა. ცოდვა ძალიან ცოდვა ხალხი რა. საცოდავად დადიან, წვალობენ, დაბუქსავდებიან, წამოვლენ, გაექანებიან, კიდევ ერადიან. და ასეთი წვალებით გადის მთელი ზამთარი. გვეშინია ჯერ რომ მოცურდეს, იმ დღეს მაგალითად მოცურდა და შემოbrunda უკან მანქანა. და დამცავი ჯებირი ხო უნდა ჩვენ კლდეებს, იქ რო გადავარდეს ადამიანი ვეღარ გადარჩება იქ. რამდენჯერ ვამბობთ, მაგრამ რა ვიცი. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, სოფელ მზეთამზეში გარკვეულ ტერიტორიაზე თოვლი უკვე გაიწმინდა და გზაც მოიხრეშა. რაც შეეხება სოფლის ბოლოში არსებულ პრობლემურ მონაკვეთს, მერაბ იობაშვილი განმარტავს, რომ ტექნიკა აქ დიდ თოვლობისა და დაზიანებული გზის გამო ვერ მუშაობს. ტრაქტორი ვერ შედის, რამდენჯერმე შევიდა, არის პრობლემა, ყველგან ვერ შედის ტრაქტორი, ამიტომ რამდენჯერმე შევიდა უგზობის პერიოდში და გამოვიდა წყობრიდან. მოგეხსენებათ, ეს ტრაქტორები არის ძვირად ღირებული, რომელიც საგზაოსა ყავს და ამით მეტრაგრებად გვეხმარებიან. დიდი მადლობა, მე ადრეც აღვნიშნე ვახტანგ კაპანაძეს, ჩვენ საგზაოს რომელიც გვეხმარებიან და გვიწმინდავს გზას უანგაროდ. ამიტომ პრობლემა ხდება გზა როგორც კი დაიგება აუცილებლად მომავალი წლიდან სოფლის ბოლომდე გაიწმინდება გზები. ეს პრობლემის გამო ვერ შედის ეს სპეცტექნიკა იქ. სანამ მზეთამზეში გზის დარჩენილი მონაკვეთი არ მოასფალტდება, ადგილზე ტექნიკა ვერ იმუშავებს. მოსახლეობის ნაწილს გზის გაწმენდა წელსაც საკუთარი რესურსით მოუწევს.